აი ამ პისტას ახლა ცოტა გაწვივდა. ცოტა კი არა, ბევრი გაწვივდა და ცოტა დარჩა რა. მაგრამ მაინც საკმარისია პირველი ნიშანი იყო რა. აი. ერთი მანდარი ტევანს ვეძახი რა. კიდე ერთი აი ცოტა მანდარი. ერთი 15 წელი მარცვალი იქნება რა. და ის ზემოთაც არის. და მალახი კიდე მეორეჯერ არის გასათიბი უკვე. მე ალბათ კიდე ერთხელ გაითიბება და 3-4 ჯერ უნდა რა წელიწადში. ეს გამოსას აქ გავთიბე აქ. ხო და აი ამეებში ახლა რა ეს ხო მოიხნა კვალი გავაკეთე რა ხო და პამიდორები ჩავრგე ოღონდ პატარები მაგრამ იმედია გაიზრდება ანუ ეხა ნახე რა ხდება რა სათითაოდ წავდი სუთავიდან ამ ვაზებს და მე ეგეთი რაღაცა მოვიფიქრე რა რომ ამას ესე კვალებს რო გააკეთებ და წყალს რო მივუშვებ რა ნენელა წყალი ხა აქ არ არის ხან დღეგამოშვებით არის ხოლმე რა როცა ძალიან ცხელა მაგრამ ხან ამას მორწყავ ხან იმას მორწყავ და თან მე ვიფიქრე რომ ესე წყვილა რო არ ანუ მარტო ვაზებისთვის რო არ იყოს მეთქი რა თან რაღაცას დავდგავ და პამიდორები აქეთ სათბურშიც და იქით ანუ ორივე სათბური ერთნაირად არის რა 300 კვადრატია ესეც ისიც 300 და ანუ აქ რაც ეტევა იქაც იმდენი ეტევა რა ხო და წარმოიდგინე აი ეს არის ახლა ყვავილობაში ახლა იწყება და სათბურში უკვე რა მხელებია ხო და თითო სათბურში 200 წირი 50 200 პამიდორი წავიდა ანუ 400 გარეთაც სულ 600 არის ერთი 100 წალი უკვე შეჭმულია ლოკოკინებიდან და კიდე 100 წელს ხო შეჭამენ მე ალბათ კიდე 100 გაფუჭდება და 600 წალიდან 300 წირი პამიდორი რომ დამწიფდეს ცუდი არ არის ძალიან პატარებია იბოს ნახე რა პატარებია შეხედე რა აი ესეთი პატარები აი ესე რომ გამოახლო მიხვდები რა ნახე ხო და ეგეც შეცდომებზე ხო სწავლობს რა ადამიანი რა ხო და ეგეც ვისწავლე რომ ამის მერე პამიდორს როგორ დავრგავიცი მე აი ამეებში ხო გამომყავს ხოლმე და აღარ გამოვიყვან რა ამეებში რა პამიდორს რა აი ნახე ამეებში და ეხა გეტყვი რატო მირჩევნია ეხა მოვიფიქრე მაგარი რაღაც მომავალი წლიდან ეგრე მინდა რომ გავაკეთო რა აქაც გავთიბე აქაც გაითიბა ეს მიწის ვაშლი ძალიან მაგარია ეს ახლა მალე აყვავილდება ძალიან მაგარია ხო და სიმბა როგორ ახარ სიმბა აი ხა გეტყვი რა აქაც ეგრე ხომ აქ ხო და იმეებში აღარ გამოვიყვან რა ხო და მე ხე ხვლიკი რას ვიზავდა გეტყვით ახლა მოიწეცოდი ესენიც ახლა მალე აყვავილდება ამოლიანდება წამოიღო ახლა მაგარი ძაღლები გავაკეთე სნოპსი მეცხრმა უკვე დაამთავრა სახლი რა მეცხრმა დაამთავრა ბაითი მალე ახლა გააკეთებენ ბავშვებს ეს ვარდები ბევრი იყო მაგრამ მე რა უნდა ქნა იცი მე როცა უკვე ჩამოიყრება აი სადღაც აი იქ უნდა მოვაჭრა ყველა მოვაჭერი და მე ალბათ კიდე იმას იღებს რა ამოიყრეს კი არა და რავი ასე ხო და ეხა გეტყვი რა ხდება იმ პამიდორებს ამის მერე
აი ხელზე დამაკვირდი ნახე ესე მოვაყრი სადღაც ესე თესლი რა პამიდორის თესლი ესე ბევრს მიწაში სადმე პატარა სათბური იქნება თუ რაც იქნება აი ეს ოთხკუთხედი მას კარგად მიწას მოვაფხვიერებ და ესე სულ პამიდორებს ესე გავაკეთებ ამის მერე რა ხო და რო გაიზრდება სადღაც აი ამ ხელები რო გახდება აი ამ ხელა პამიდორი რო გახდება ამოვიღებ და მე რო საღამოს მზე რო ჩავა ეგრე დავრგავ და უფრო კარგია ესეც გამოცდილება მივიღე ეხლა ჩავდგე რა ხელები აი ამ ხელები რა აი ეს პატარა პამიდორი ამდენი ვიწვალე 600-დან ალბათ 300 თუ 200 წელი ალბათ გადარჩება რა თქვენ არ მიეკაროთ იცოდე მერცხლებს გაიგე ისე რა ჭკვიანები არიან მერცხლები ხედავ ნახე შუაში ამოიჩიეს ვერ ამივა იქ კატა შედით ხო კაი აი აქ წყალი თუ დაგჭირდათ აქედან ამოიღეთ გაიგე წავედი ახლა ცოტა დავისვენო კიდე ძალიან ბევრი საქმე მაქვს მოსასწრები კათიბები და რაღაცეები აუ ეს კიდე ნახე რა იმართება რაღაც სპეციალური რაღაც უნდა წავალყავას სწავლებ და ეგ არის რა ამ ვიდეოს ახლა 10 წუთი ხო გამოვა სადღაც ეს ხო და ავაჩქარებ რა ისე რომ გამოვიდეს 6 წუთი გამოვიდეს კაი ეს შეშა სამთარში რა არ დავწვი რა გაიგე სამთარში ცოტა ისე მომქონდა რა შეშა რა აქედან საიდანაც და ეს შეშები კაროჩე აღარ დავწვი რა წელს შეშა მაქვს უკვე ამ ზამთარს ეს მეშოკები შევაგროვე ხა ყვითელი ქვიშები რა ხო და კაკაოთი შობარე 10 წუთი გახდა და ამ 10 წუთს მერე დავაპატარავებ კიდე ხანჯალს ელდა ეცეს გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ზარხში ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია ჯერ ხომ ცხეთის სვეტი ცხოვლის დიდ დაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია